მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეს გადაცემა უნდა იცოდეა, მე კი მისი წამყვანი თამარ გუნთაიშვილი ვარ. დღევანდელ გადაცემაში უნდა ვისაუბროთ ფსიქოლოგიის ქვედარგზე, რომელიც საქართველოში არც თუ ისე დიდი ხანია, რაც დამკვიდრდა. საუბარია სპორტულ ფსიქოლოგიაზე, რომლის მიზანით გახლავთ სპორტსმენების შესაძლებლობების გაუმჯობესება და მათი კარიერული წინსვლა. აღნიშნულ თემაზე დასმულ შეკითხვებს სპორტული ფსიქოლოგი, მენტალური მწვრთნელი საბა ეფრემიძე უპასუხებს. საბა, მოგესალმები, დიდი მადლობა, რომ როგორც იქნა შედგა ჩვენი შეხვედრა და ძალიან საინტერესო ჩემთვის ახალ თემაზე უნდა ვისაუბროთ, ეს არის სპორტული ფსიქოლოგია. მოდი სანამ სხვა კითხვებზე გადავინაცვლოთ, თავდაპირველად პატარა შესავალი გავაკეთოთ. ზოგადად რა არის სპორტული ფსიქოლოგია და რით განსხვავდება ზოგადი ფსიქოლოგიისგან? გამარჯობა. პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის, მიხარია აქ ყოფნა. ვფიქრობ, ეს შეხვედრა უნდა დაეხმაროს იმ ადამიანებს, ვინც ამ გადაცემას უყურებს, ამ ჩვენ დიალოგს უყურებს და იმედია ეს ადამიანები იქნებიან სპორტსმენები, იქნებიან მწვრთნელები და არა მარტო შეიძლება სხვა ადამიანებსაც დაეხმაროს. ალბათ სპორტსმენების ოჯახის წევრებიც. კი, რა თქმა უნდა, მშობლები და კიდე სხვა ნებისმიერი სპორტთან დაკავშირებული ადამიანი. რაც შეეხება სპორტის ფსიქოლოგიას, სპორტის ფსიქოლოგია არის მიმართულება, რომელიც სწავლობს სპორტსმენის ფსიქიკას, რაც დაკავშირებულია პერფორმანსთან, ყველაფერს სწავლობს. თამაშთან რაც კი არის დაკავშირებული სტრესი, მშობელი, მწვრთნელი, საერთოდ ყველაფერს სწავლობს და შესაბამისად ამ გამოყენებული ინფორმაციას ცდილობს, რომ მოარგოს თითოეულ სპორტსმენს და შესაბამისად ეს ინფორმაცია ეხმარება ამ სპორტსმენს, რომ მისი თამაში გახდეს უკეთესი. ეს არის ჩვენი მიზანი. მე უფრო მეტად საკუთარ თავს მენტალურ მწვრთნელს უწოდებ ხოლმე, იმიტომ რომ როგორც აი ფიზიკური მწვრთნელი არსებობს, ისე არის გონების მწვრთნელი და ჩემი მიზანი სწორედ ეგ არის, რომ ეს გონება ისე ვავარჯიშო, რომ სწორად იფუნქციონიროს და სწორად ფუნქციონირება საერთო ჯამში და საბოლოო შედეგში ყველა ვარიანტში წარმატებას მიგაღწევინოს. ფაქტობრივად ჩემს მეორე შეკითხვას გაეცით ახლა პასუხი, აი რა როლი აქვს ზოგადად ფსიქოლოგიაში, უბრალოდ ფსიქოლოგიას სპორტულ წარმატებაში. ყოველთვის ვამბობ, რომ ჩემი მიდგომები თუ არის სწორი, წარმატება არის გარდაუვალი. მაგრამ ამ წარმატებასაც რა თქმა უნდა, წარმატების ბევრი განსაზღვრება არსებობს. ჩემთვის პირადად და სპორტსმენებთანაც ამ მიმართულებით საუბრობ ხოლმე, რომ წარმატება არის შენი შესაძლებლობების გამოვლენა. რა უნარებიც გააქვს, რა ნიჭიც გააქვს, რაც გინდა იმისკენ რომ მიდიხარ, ჩემთვის ეგ წარმატება არის. შესაბამისად, ჩემი მიზანი არის ის, რომ ამ გზაზე მოვიხმარო, რომ თავიანთი უნარები უკეთესად გამოავლინო. ამ მიდგომებში რაც გულისხმობ, იცი რომ მაგალითად მე ჩემ თავზე ვიყო მაგალითად ორიენტირებული. არ ფიქრობდე სხვა ადამიანებზე. კი, ყველა სოციალური არსება ვართ, ფიქრობთ სხვა ადამიანებზე, ეს ადამიანები ჩვენზე რას ფიქრობენ, თუმცა ჩემი მთავარი ფოკუსი, როგორც სპორტსმენის და ასევე მწვრთნელის, უნდა იყოს საკუთარი თავის განვითარება. და აი ამ მიმართულებით მუშაობ და თითქოს ეს ამ ტვინში ვცდილობ, რომ ახალი პროგრამა ჩავწერო. ოღონდ ეს არის შეთავაზების სახით, რომ თუ მოგწონს, ოკეი, მაშინ გამოიყენე. თუ არ მოგწონს, მოდი სხვა რაღაცაზე ვიმსჯელოთ. და ყველა ჩემი სპორტსმენი ზუსტად ეგრე არის ახლა მოწყობილი, რომ პირველადი პრიორიტეტი არის ის, რომ უკეთესები გახდნენ და ამ პროცესით სიამოვნება მიიღო. საბა, სპორტული ფსიქოლოგია საქართველოში ასე თუ ისე ახალი მიმართულებაა მაინც ხო? დაინტერესება რამდენად დიდია სპორტსმენების მხრიდან და აი როგორ ხვდება სპორტსმენი, რომ რეალურად ფსიქოლოგის ჩართულობა სჭირდება იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიოს? პირველ რიგში ცნობილი არ არის. ვცდილობთ რამდენიმე ადამიანი რომ ცნობილი გახდეს, მაგრამ ნელ-ნელა ყველა ადამიანი იაზრებს, რომ ეს ერთ-ერთი მთავარი საკითხია და ყოველთვის ამბობდი, რომ მთავარი თუ არა, ალბათ რა, არ ვიცი, ერთ-ერთი მთავარი ნამდვილად არის. წარმატებული სპორტსმენები, ვინც ყავს ფეხბურთელები, ქოჩორაშვილი იქნება, კვარაცხელია იქნება თუ სხვა სპორტსმენები, ეს ადამიანები გვეხმარებიან ზუსტად მაგაში, რომ ფსიქოლოგიის მნიშვნელობა დავანახოთ ჩვენს სპორტსმენებს. და რატო? იმიტომ რომ ქოჩორას ყავს ფსიქოლოგი, კვარა ფსიქოლოგიურად კი ვიცით როგორი ძლიერი არის და სხვა კიდე ბევრი წარმატებული სპორტსმენი ყავს, რომლებიც საუბრობენ ამ გონების თამაშზე და ამ გონების მნიშვნელობაზე. რაც შეეხება სპორტის ფსიქოლოგიას, მე ვცდილობ შემიძლია ვთქვა, რომ ეს მიმართულება კიდე უფრო უკეთესი გავხადო. ხვდებიან იქიდან, რომ ჩემ ვიდეოებს შეიძლება უყურონ, შეიძლება რაიმე მენტალური
დაბრკოლება შეხვდნენ. ძირითადად ყველა მოდის მაშინ, როდესაც მენტალური რაღაც პრობლემა შეექმნებათ ხოლმე და მოდი მაშინ აქ ჩაგეკითხებით, ყველაზე ხშირად რა ტიპის მენტალური პრობლემა იჩენს თავს, აი ბოლოდროინდელი სტატისტიკით თუ შეგვიძლია ვთქვათ. ეს მენტალური დაბრკოლება არის ხოლმე ყოველთვის ნიშანი, რომ რაღაცები ვერ მიდის და მოდი ვიღაცასთან მივალ, ვინც მე დამეხმარება. არადა, რომ დაფიქრდე, ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს მენტალური ვარჯიშის დაწყება. ზოგს საერთოდ წარმოდგენა არ აქვს მენტალური ვარჯიში რა არის. მეც როცა ვიყავი 16, 17, 18, 19, თუნდაც 20 წლის არ ვიცოდი ეს მენტალური ვარჯიში რა იყო და მე გავიაზრე. რაც შეეხება შენ შეკითხვას, ყველაზე ხშირი პრობლემა რაც არის, ძირითადად არის ის, რომ არასწორი ფოკუსი არის. მაგალითად, ძირითად შემადგენლობაში არ ვთამაშობ და შეიძლება ვფიქრობდე, რომ მთელი არასამართლიანად მექცევა. შეიძლება ვფიქრობდე იმაზე, რომ ეს ადამიანი, ვინც შემადგენლას დგას, ეს არ იმსახურებს მან თამაშს და მე ვიმსახურებ მან თამაშს. ასევე არის შეცდომის დაშვების შიში, რომ შეიძლება მეშინია შეცდომის დაშვების იმის გამო, რომ მომავალში პოტენციურად რაღაც შეიძლება მოხდეს, რომ გუნდმა წააგოს, გუნდი დავაღალატო. სველმა ძირითად შემადგენლობიდან ამომაგდოს და ყველას ყოველთვის მაგას ვეუბნები, რომ შენით ეს ბარიერები არ არის აუცილებელი რომ ააშენო და თუ მე ამ რეალობის წინაშე დავდგები, მოდი მე ვიზრუნებ ამ ყველაფერზე. რეალურად ყველაზე მნიშვნელოვანი დრო აწმყო არის და სწორედ რისკავს ის არსვამ შამპანიოს დაახლოებით ეს ვარიანტია. კარგი გამონათქვამია, ჩემი მეგობრები მაგაზე მეხმარებიან ხოლმე, რომ შენთან რომ მოდიან შეხვედრაზე ინდივიდუალურად რა ასეუნებია და ვერ მაგას ეუნებია ხოლმე. კი, და ახლა გამახსენდა კვარაზე ერთ-ერთი სურათი იყო, კობის სურათი იყო და ეწერა no risk, no story. და მანდაც გამოჩნდა, რომ კვარა ცდილობს, რომ ამ ტოპ სპორტსმენებისგან რაღაცები ისწავლოს და სწორედ მაგიტოა თვითონაც მაგარი. და კი, მაგის გააზრებაში ვეხმარები, რომ რა თქმა უნდა, ზომიერი რისკი მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მე თუ არ გავრისკე და შეცდომა არ დავუშვი, უკეთესი ვერ გავხდები. და ამის გააზრება იდეაში მარტივი ჩანს. არ არის მხოლოდ ეგრე საქმე. კი. და სხვათა შორის არაერთხელ გვისაუბრია სპორტზე ზოგადად, რომ ამ შემთხვევაში მაყურებლის წნეხსაც დიდი მნიშვნელობა აქვს გულშემატკივრის. არა მხოლოდ ვთქვათ ტრიბუნაზე უშუალოდ თამაშის მომენტში, არამედ აი ზოგადად მით უმეტეს სოციალური სივრცეები და ქსელები დღესდღეობით ძალიან პოპულარულია და მართლაც ეგრეთ წოდებული კლავიატურის ჭიები ყველაფერს რომ წერენ, ესეც ალბათ ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს სპორტსმენზე. საბა, ყველაფერი ინდივიდუალურია, მაგრამ ძირითადი მახასიათებლები თუ არის ერთნაირი სპორტსმენებში, რა პრობლემასაც აწყდებიან ისინი, როდესაც ფსიქოლოგს მიმართავენ. წნეხს რაც შეეხება, კი, წნეხი არის გულშემატკივრის, თუმცა მთავარია ამ წნეხს როგორ ვმართავ. და აქ კიდევ ერთ-ერთი თავარი გასაღები არის ის, რომ როგორ შევხედავ ამ სიტუაციას, ანუ როგორ შევაფასებ, როგორია ჩემი აღქმა. რომ ეს ადამიანები რომ ესწრებიან, ანუ ეხმარებიან, შეიძლება ხელს მიშლიან, გააჩნია როგორი აღქმა მაქვს. ზოგიერთი ფიქრობს, რომ მაგალითად არ უნდა რომ ბევრი ადამიანი საკუთარ თამაშზე დაესვან. რატო? ანუ თუ მე მინდა რომ უმაღლესი დონის მოთამაშე ვიყო, რატო არ გინდა და მაგ შეკითხვას რომ უსვამ, რომ შენ გინდა რომ პროფესიონალი ფეხბურთელი იყო? მე რა იაზებენ, კი, მდომებია, ესე იგი ბევრი ადამიანის ჩემთან ყოფნა. და ტოპ ათლეტებისგანაც რომ გადმოვიღოთ რაღაცები, რონალდოს მაგალითში ამბობს ეგეთ რაღაცას, რომ ეს გულშემატკივრები ეს ჩემ წინააღმდეგ ვინც არიან, პირიქით მოტივაციას, დამატებით მოტივაციას მაძლევენ, რომ დავუმტკიცო თითქოს, რომ დავუმტკიცო. ეს დამტკიცება ცოტა ის ფრთხილი საკითხი არის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სპორტსმენი ჩემთან რომ მოდის, ძირითადად აი ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ეგეც არის, რომ ცდილობენ, რომ ოჯახის წევრებს, მწვრთნელებს დაუმტკიცონ, რომ ისინი კარგი მოთამაშეები არიან. და ეს ხშირ შემთხვევაში ხელი შემშლელია და ცუდად მთავრდება, იმიტომ რომ წნეხს უზრდი მაგით. თუ ვუმტკიცებ, ყველაფერი ძალიან მაგრად არის, მაგრამ ყოველთვის ვერ დავუმტკიცებ, იმიტომ რომ როგორც ცხოვრებაში არის კარგი დღეები, არსებობს ცუდი დღეები, არსებობს კარგი თამაშები, არსებობს ცუდი თამაშები. მე თუ ეს მიდგომა მაქვს, რომ მე ამათ დასამტკიცებლად ვაკეთებ რაღაცას, მაშინ ძალიან ცუდად დავამთავრებ. რონალდოს შემთხვევაში თავსაც ვეღარაფერს დავუმტკიცებთ. საკუთარ თავთან დამტკიცებაზე ცოტა სხვა აზრი მაქვს. საკუთარ თავთან დამტკიცება შეიძლება ალბათ. მაგალითად შეიძლება კი და მეც ეხა გავიაზრე ეგ. რომ წარსულ შეიძლება შევედარო, რომ მაგალითად უკეთესი ვარ წარსულთან შედარებით, რატომაც არა. და რონალდოს მაგალითი იმიტომ მოვიყვანე, რომ ეს მისთვის დამატებითი მოტივაცია, არა მთავარი მოტივაცია, არამედ დამატებითი მოტივაცია, რომელზეც ბევრს არ ფიქრობს, ცოტას ფიქრობს. აი ესეთ მიდგომებში ვეხმარები, რომ ეს ყველაფერი გაიაზრო.
მოდი მაშინ ახლა უშუალოდ სპორტსმენების მიმართ რომ წარუმართოთ ეს გადაცემა, მაშინ გავამახვილოთ ყურადღება, როგორ მუშაობს ფსიქოლოგი უშუალოდ მატჩის ან შეჯიბრის წინ. ძირითადად ახლა ჩემთან ვინც დადის კვირაში ერთხელ. არსებობს სპორტსმენები, რომლებიც კვირაში ორჯერაც დადიან. ეგ შენს ჩემპიონატზე, შენს ინტერესებზეა დამოკიდებული, ასევე რა გამოწვევის წინაშე ვდგავართ, მაგასაც აქვს ნიშნულობა. შეიძლება ერთი თვე იყოს ტურნირამდე და კვირაში სამჯერაც იაროს სპორტსმენმა. რაც შეეხება მუშაობას, პირველი რამდენიმე შეხვედრა გამოკლებას ეთმობა ხოლმე. რომ მაგალითად რაღაც შეკითხვებს დაუსვარო, შეჯიბრის წინ რა მოლოდინები გაქვს. უშუალოდ თამაში დროს, როდესაც შეცდომას დაუშვებ, რა ფიქრები გაქვს, როდესაც მწვრთნელი გააკრიტიკებს, რა რეაქცია გაქვს, შენი ემოციური კონტროლი როგორია. ამ კითხვების საფუძველზე მე გადავწყვეტ, რაზე ვიმუშაო, ფოთვაზე, мотиваციაზე, პროგრესზე, თავდაჯერებაზე, შეცდომის დაშვებაზე თუ რაზე. და არსებობს ისე ორი ტიპის სპორტსმენი. ერთი ტიპის სპორტსმენი არის, რომელიც მოდის ჩემთან ერთი რაღაცა კონკრეტული საკითხის მიმართ და მაგის დაძლევაში ვიხმარები და მე მიდის და არსებობენ სპორტსმენები, რომლებიც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არიან. ეხლაც ნაკრების ეროვნული ნაკრებიდანაც ახალგაზრდული ნაკრებიდანაც ყავს მოთამაშეები, რომლებიც დადიან ძალიან დიდი ხანია. 1 წელი, წელიწადნახევარი, 2 წელიც კი მყავს სპორტსმენი, იმიტომ რომ ეს საკითხები არის ამოუწურავი. გუშინ მეუბნებოდი ერთ-ერთ ჩემს სპორტსმენს, რომ ანუ 70 შეხვედრა ეხლა მე პირადად ჩანაწერებში მაქვს დაგეგმილი. ეხლა მაგალითად დავიწყებთ ამაზე, წავალთ აქ, გავაგრძელებთ ეს. შეიძლება აქტუალური პრობლემა სხვა იყოს იმ მომენტში და იმაზე ვისაუბროთ, მაგრამ მე რომ ამ გეგმას გავყვემ, მხოლოდ 70 შეხვედრა მაქვს დაგეგმილი. და აი ეს კიდე გრძელდება, იმიტომ რომ მეც ვითარდები და კიდევ უკეთესი და უკეთესი ვხდები. შესაბამისად, ვიღაცა ჩემთან მოსვლათ უნდა და ამ გადაცემას უყურებს. თვითონ უნდა გადაწყვიტოს რა უნდა. უნდა რომ ერთ პრობლემაზე იმუშაოს თუ უნდა რომ ეს მენტალური, ხო, გრძელვადი ამ პერსპექტივაში ეს მენტალური რაღაცა ვარჯიში დაიხმაროს რომ უკეთესი გახდეს და ეს არა მარტო სპორტში ყველგან მუშაობს, იმიტომ რომ მე პირადად ამ ყველაფერს ვიყენებ, ყველა სპორტსმენს ვეუბნები რომ რასაც მე შენ გასავლი ყველაფერს ვიყენებ საერთოდ. საერთოდ ყველაფერს. ვიზუალიზაცია იქნება, მიზნის დასახვა იქნება, საკუთარ თავთან ლაპარაკი იქნება, თუ რაც იქნება, ყველაფერს ვიყენებ. შესაბამისად, მეც რაღაც ჩემი ტვინი ეგრე დატრიალდა, არ იყო ეგრე მოწყობილი ახლა, რომ განვითარებაზე ორიენტირებული ვარ და ვცდილობ რომ ეს ემოციები რაღაცნაირად უკეთესად ჩემს სასიკეთოდ გამოვიყენო. ძალიან საინტერესო შეკითხვა დამებადა ახლა. ჩვენ საუბრობთ მოკლევადიან და გრძელვადიან პერსპექტივებზე, ხო? და არა მხოლოდ პერსპექტივაზე, შედეგზე. მოდი ასე ვიტყოდი. რა ხდება მაშინ, როცა სპორტსმენი მიაღწევს იმას, რაც სურდა? იმიტომ რომ აი ხშირად არის ხოლმე არა მხოლოდ სპორტში, ზოგადად ყოველდღიურ ცხოვრებაშიც რაღაცნაირად თითქოს აი იმ დასახულ მიზანს რომ მივაღწევთ, სადღაც შეიძლება მოვუტუნდეთ. აი რა ხდება სპორტის შემთხვევაში? ერთ-ერთი საკითხი არის ჩემი რაღაცა მიდგომების, ჩემი ფილოსოფიის ჩამოყალიბება. ამ ფილოსოფიის ჩამოყალიბების დროს მაგასაც ვიაზრებთ ხოლმე და მაგაზეც ვსაუბრობთ, რომ მაგალითად მე თუ ახალ ჩემს მთავარ მიზნებს მივაღწევ, მე რა ხდება? უნდა დავამთავრო ეს ყველაფერი, უნდა შევწყვიტო ეს ყველაფერი თუ რა ვქნა? მანდაც აი რამდენიმე ტიპის სპორტსმენი არსებობს. ზოგისთვის ეს ძალიან დამაკმაყოფილებელია და ვერავინ ვერ გაამტყუნებს. აკმაყოფილებს და ვსიო მორჩა. არსებობს სპორტსმენები, რომლებიც ირჩევენ მეორე გზას, რომ მე რომ მთავარ მიზანს მივაღწია, მოდი ახლა ახალს დავისახავ. მე ეგეთი ტიპის ადამიანი ვარ და ვცდილობ, რომ ეს ჩემი სპორტსმენები, ვინც არიან, ეს იდეა შევთავაზო, რომ კარგია, რომ მე მთავარ მიზნებს ვაღწევ, მაგრამ კიდევ უფრო კარგია, რომ მე ერთ მთაზე ავალ, მოდი მეორე მთაზეც ავალ. ბევრი სხვადასხვა სპორტსმენი არსებობს, რომ მაგალითად მოიგებენ ოლიმპიადას, ან გახდებიან მსოფლიო ჩემპიონები და მერე დეპრესიაში არიან. ხშირად ვამბობ. შემთხვევაში მიზეზი რა არის ხო? მიზეზი არის ის, რომ მე უკვე მივაღწია იმას, რაც მიღწეული მქონდა და ალბათ მე რა იქნება, ამას ვეღარ ხედავენ. კი, მე რა იქნება, მაგას ვერ ხედავენ და კიდე პლუს ანუ ეს ხო ჩემი დრაივი არის, რაღაცა мотиваცია არის ყოველდღე რომ ავდგე და ძალიან ბევრი რაღაც გავაკეთო და ის უკვე მივაღწია და всё რაღაცო ავდგე მე და რაღაცო ვიშრომო მაგდენი და სწორედ მაგას ვამბობ ძალიან ხშირად, რომ მხოლოდ წარუმატებლობის დროს კი არ უნდა იყოს ფსიქოლოგი ჩართული ამ პროცესში. წარმატებასაც ძალიან რთულია რომ გაუმკლავდეს სპორტსმენი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სპორტსმენი ვიცით, რომლებიც ასულან ძალიან დიდ მწვერვალებზე და უცბად ძალიანაც ჩამოვარდნენ, უცბად.
ერთ თვეში და ხუთ თვეშიც. ბევრი ეგეთი შემთხვევა არის. საინტერესოა ძალიან. რა როლი აქვს ზოგადად ფსიქოლოგიურ გამძლეობას იმისთვის, რომ წარმატებას მივაღწევთ? ვინც იტყვის, რომ მან მენტალურ მხარეს არ აქვს მნიშვნელობა, არ ვიცი, ან არ იცის, ან სხვანაირად უყურებს რაღაცებს. ვერ ხვდები, მე თუ სწორი აზროვნება არ მქონდა ამ საკითხების მიმართ, რანაირად შეიძლება რომ ფსიქოლოგიურად გამძლე ვიყო. რანაირად შეიძლება რომ დილის 6 საათზე ავდგე, ვივარჯიშო მუდმივად წლების განმავლობაში. გამორიცხულია რომ ეგ გავაკეთო. რანაირად შეიძლება რომ რაღაცა სასწაული ფინალი წავაგო, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და მე თუ სწორი მიდგომა არ მაქვს ამ წარუმატებლობის მიმართ და არ მაქვს ეს მენტალური სიმტკიცე, რაც შენ თქვი, ამ ყველაფერს გაუძლო. გამორიცხულია. წარუმატებლობას უნდა შეხედო როგორც ზრდის შესაძლებლობას, სწორედ ეგ არის მენტალური სიმტკიცე და წარმატებას კიდე რომ ძალიანაც ოკეია, ძალიან მიხარია, მაგრამ ყველაფერი დამთავრდა. როგორც კარგი მომენტი უნდა დავივიწყო, ასევე ცუდი მომენტის უნდა დავივიწყო. მენტალური სიმტკიცე არის სწორედ ეგ, რომ მე სულ წარმატებული კი არ ვარ. არა. როცა დავეცემი, ავდგები. და როცა მყარ ვდგავარ, კიდევ ვცდილობ რომ უკეთესი გავხდე. საერთოდ აქ შემოდის მეორე შეკითხვა, როგორ უმკლავდება ფსიქოლოგი სპორტსმენის ეგრეთ წოდებულ გადატვირთვის პროცესს? მნიშვნელოვანი საკითხი არის ეგეც. მანდაც ინდივიდუალურია და ყოველთვის ვამბობ, რომ არ მიყვარს ადამიანები გადაჭრით რომ ლაპარაკობენ. ხანდახან მე ვლაპარაკობ რაღაცებს გადაჭრით. თუმცა ვცდილობ რომ არ ვილაპარაკო, ეხლაც რაღაცებს ალბათ ვიტყოდე. გადაჭრით. და მანდ ზუსტად ეგ არის რომ 100-დან 98 სპორტსმენზე დაახლოებით საშუალოდ რო ვთქვათ, მე თუ ძალიან ბევრს ვარჯიშობ, რაც გულისხმობს ამ ვარჯიშში, იცი რომ მაგალითად დილას ვივარჯიშე, შუადღეს ვივარჯიშე, საღამოს ვივარჯიშე, ძალიან ბევრი ვივარჯიშე ფიზიკურადაც, ფსიქოლოგიურად კიდე ეს მნიშვნელოვანი მომენტები მქონდა. ამით მე საფუძველს ვუქმნი საკუთარ თავს, რომ შეიძლება გადავიწვა და ძალიან ბევრი სპორტსმენი არსებობს ეგეთი, რომ ზედმეტი მონდომებაც არ ვარგა. ზედმეტი არაფერი არ ვარგა, ტყუილად არსებობს ეგ რაღაცა კარგი გამონათქვამი. და მან სწორედ ეგ არის, რომ ბალანსი უნდა ვიპოვო, რომ მე თუ მაგ გადატვირთვა, საკუთარ ხელს უნდა დავაკვირდე, საკუთარ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას უნდა დავაკვირდე, რომ მე თუ გრძნობ გადატვირთვას, მაშინ რაღაც უნდა მოვიფიქრო, ენერგია უნდა მივიღო რაღაცისგან. ანუ ტელეფონს თუ არ შევაერთებ, ეს ტელეფონი დაჯდება ყველა ვარიანტი. შესაბამისად, არა მარტო სპორტსმენს, ნებისმიერ ადამიანს, თქვენც, მეც, სულ ვცდილობ მაგას, რომ რაც მე სიამოვნებას მანიჭებს, ის გავაკეთო, ოღონდ ეს ადეკვატური იყოს. მე თუ სპორტსმენი ვარ, მაგალითად, კი არ წავიდე ბარში და კი არ ვიყო 2 საათამდე. არ ვიცი, წავიდა სალაშქროთ, მაგალითად და 1 საათი გავიარო, ან რაღაცა წიგნი წავიკითხო, ან პადელი ვითამაშო, ან რაღაცა ისეთი გავაკეთო, რაც ჩემთვის, მაგრამ განსატვირთი. შეიძლება პასიურიც იყოს. არა მანდ ესე ფორმულა. მაგრამ ისევ გეუბნები, არსებობენ სპორტსმენები და ძალიან ცოტა, რომლებიც მაგას უძლებენ. არსებობენ სპორტსმენები, რომლებიც შეიძლება 3 საათში, 4 საათში ერთხელ ივარჯიშონ და მაგ ყველაფერს გაუძლონ. მაგრამ მანდ ეხლა ვინც მიყურებს ამას, შეიძლება თვითონ იფიქროს, რომ მეც გავუძლებ. მაგრამ უნდა სადოს, კაი, სინჯა და როგორც კი ვიგრძენი, რომ მე გადატვირთვა მაგ უნდა გავჩერდე. იმიტომ რომ ყველა ვართ ინდივიდუალურად. მაგრამ რეალურად ამ გადატვირთვას შეიძლება ვერ იგრძნო. შეიძლება იგრძნო, შეიძლება ვერ იგრძნო. აი მანდაც ეგ არის, რომ ვიღაცა შეიძლება მოვიდეს და გითხრას, რომ გადავიწვი მოკლედ და აღარ შემიძლია და მიდი მიშველე. ვიღაცა შეიძლება მიყვებოდეს მაგ პროცესს, მე ფეხი ატკივდეს, ტრავმა მიიღოს, შეიძლება ხამე ვერ იძინებდეს და ანუ არ ფიქრობდეს რომ გადამწვარი არის, მაგრამ აგერ ჩემი სხეული მეუბნება რომ რაღაცა ვერაა წესრიგში და შენ უნდა დაალაგო. შეიძლება ვერ ხვდებოდნენ, მაგრამ რო დააკვირდეს შენ სხეულს უეჭველი მიხვდება. მოდი მაშინ ახლა ინდივიდუალურიდან გადავიდეთ მხოლოდ გუნდურ სპორტის სახეობებზე. რა ხდება მაშინ, როდესაც ვთქვათ, აი იქნება ფეხბურთელი, კალათბურთელი, წყალბურთელი, გუნდური სპორტის სახეობები, რასაც მოიცავს. ინდივიდუალურად კარგი, ვთქვათ, ჩართულია ფსიქოლოგი კონკრეტულ სპორტსმენთან, მაგრამ რა ხდება გუნდთან მუშაობის დროს? თუ გაქვთ თქვენს პრაქტიკა და საქართველოში რამდენად არის გუნდური სპორტის ფსიქოლოგია განვითარებული? არის, დინამოში არის. დინამოში არიან, უფრო სწორედ, 2 ფსიქოლოგი არის, რომლებიც მუშაობენ. თუმცა მე არ მიყვარს გუნდთან მუშაობა. განა იმიტომ რომ ეს პროცესი არ მიყვარს, იმიტომ რომ სტაბილური გარემო არის მაგ მიმართულებით საქართველოს. შეიძლება ყავდე 2 თვე, მე შეიძლება გაგიშვან, შეიძლება ყავდე 6 თვე, შეიძლება მოკლედ. ეს უშუალოდ ფსიქოლოგებზე არის. ფსიქოლოგებზე არა, მწვრთნელებზე, ფეხბურთელებზე, კალათბურთელებზე თუნდაც, მორაგბეებზე, ანუ ყველა სპორტის სახეობას ეხება. ეგ უფრო სხვა სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები არის ალბათ.
რაც ამ ყველაფერს აფერხებს. შესაბამისად, რაღაცნაირად მე ჩემი კომფორტული ადგილი ვიპოვე, რომ ეს ინდივიდუალურად მიყვარს. თუმცა ახლა ბათუმშიც ვაპირებ მაგალითად ჩასვლას გუნდში იქაც ასაკობრივ გუნდებთან უნდა ვიმუშაო. მოდი მაშინ რადგან ეს პრობლემები მაინც ასე თუ ისე იჩენს თავს, ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია გუნდური ფსიქოლოგიის განვითარება. კი, აბა რა. ჩემი ერთ-ერთი მთავარი მიზანი საქართველოში არის ის, რომ ქართული კლუბი ან ჩემპიონთა ლიგაზე გავიდეს, ან ევროპა ლიგაზე გავიდეს, ან კონფერენციის ლიგაზე გავიდეს. ეს ერთი მიზანი მაქვს. მეორე მიზანი არის ის, რომ ეროვნულ ნაკრებში ვიმუშაო ფეხბურთის. ხო და ყოველთვის მაგას ვამბობდი, რომ არ ვიცი, შეიძლება ვიღაცა უყურებდეს, რომ მომეცით, რომ ამათთან ერთი წელი მომუშავეთ, ძალიან ხალხალი განცხადება კი არის. მაგრამ მაინც და ეს შანსები თუ არის ახლა მაგალითად 2% გახდება უფრო მაღალი პროცენტი. და რატო? თავიდან, რა თქმა უნდა, ამ გუნდებთანაც მუშაობას ვიწყებ, დაახლოებით იგივე პრინციპი არის. ოღონდ ეს გუნდზე არის მორგებული. ისეთი სავარჯიშოები შეიძლება გავაკეთებინო, რაც შეიძლება 4-5 კაცთან ერთად გააკეთოს. ეხლა აქ ინდივიდუალურად ვინც ჩემთან დადის სახში სავარჯიშოებს ვაძლევ, რომელიც უნდა გააკეთონ. თუ არ გააკეთებენ, ისე არაფერი არ გამოვა. და აქ გუნდთან რომ მუშაობ, მაგ სავარჯიშოებს უშუალოდ იქ ვაკეთებ. კი, სახში შეიძლება რაღაცა მივცე, მაგრამ ეგ თავისი კეთილინება არის, მაგას გააკეთებს თუ არ გააკეთებს. მანდაც იგივე საკითხია, რომ მაგალითად შეიძლება ველაპარაკო გუნდურ განწყობაზე, რამდენად მნიშვნელოვანი არის. მაგალითად შეიძლება ვილაპარაკო იმაზე, რომ მე თუ 5 წუთი ვთამაშობ, არ ნიშნავს იმას, რომ ეს 5 წუთი ძალიან ცოტა არის და ფეხებზე უნდა დავიკიდო და არ უნდა ვითამაშო. კი, უნდა ითამაშო, იმიტომ რომ 2 წუთი თუ 3 წუთი თუ რამდენიც არ უნდა იყოს, ყველა წუთი ძალიან მნიშვნელოვანია. შეცდომაზე შეიძლება იყოს ერთ-ერთი შეხვედრა, რომ მაგალითად შეცდომას როგორ უნდა შეხედო. და მე თუ მინდა რომ შეცდომაზე სწორი რეაქცია მქონდეს, რა უნდა გავაკეთო და ამას გუნდთან ერთად საუბრობ. არის ასევე პოზიტიური საკუთარ თავთან საუბარი, რომელიც ეხლა იბერიაში ძალიან ბევრი ფეხბურთელი მყავს. იბერია 2-დან დადის დაახლოებით 6-7 ფეხბურთელი ჩემთან. შესაბამისად, ეს გუნდურ დინამიკაზე ძალიან კარგად აისახება, იმიტომ რომ იქ ერთმანეთში ლაპარაკობენ, იქ მე ის კიდე ვიღაცა რაღაცას ეტყვის. მაგალითად, ჩემი ერთ-ერთი მიზანი არის კიდე ის, რომ ეს ადამიანები დავაფიქრო, რომ სხვა მიმართულებითაც განვითარდნენ. მაგალითად, მე რომ ფიზიკურად ვარჯიშობ, იქ ჭამა ძალიან მნიშვნელოვანია, იქ აღდგენა არის ძალიან მნიშვნელოვანი, იქ განვითარება არის მნიშვნელოვანი. კი, და მე რომ გუნდთან ვმუშაობ, ეს წარმოიდგინეს 6-7 ადამიანი არის ჩემთან და ეს გუნდურ კლიმატზე ძალიან კარგ გავლენას ახდენს, იმიტომ რომ თვითონ მეუნებიან ამას, რომ ხშირად მაგაზე ვლაპარაკობთ, ადრე მივდივართ ვარჯიშზე, ყველა 40 წუთი, 45 წუთით ადრე. საბა, ბოდიში გატყვედინე, თქვენი საუბრიდან გამომდინარე დავემბა და ეს შეკითხვა. რამდენად განაპირობა საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების ბოლოდროინდელი წარმატება სპორტული ფსიქოლოგიის განვითარებამ საქართველოში? განაპირობა. ეხლა ვუყურებდი დილას, სანამ აქ მოვიდოდი, კვარაზე დაიდო ვიდეო, საფრანგეთის ლიგა 1-მა მიუძღვნა ვიდეო. ეს ეხებოდა საქართველოს კულტურას, ეხებოდა კვარას, ასევე წიგნის უყიდე, რომელიც აგდევს, რომელიც კვარაზე დაწერეს. ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში. კი, ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში შევიძინე და გავლენა არის ძალიან დიდი. რატომ? იმიტომ რომ მათი წარმატება პირდაპირ კავშირში არ არის, მაგრამ ირიბად კავშირშია და რატო ისე? უფრო ბევრი სპორტსმენი მიდის საზღვარგარეთ, უფრო ბევრი სპორტსმენი თუ მიდის საზღვარგარეთ, იქ ეს ფსიქოლოგის სერვისი, რა თქმა უნდა, დანერგილი არის. იქ შეიძლება მწვრთნელმა უთხრას, შეიძლება უთხრას გუნდელმა, რომ აი ფსიქოლოგიურად რას აკეთებ, დააფიქრა უკვე იმან. შესაბამისად, მე იქ კიდე ჩემი ვიდეო შეხვდა და უკვე რაღაცა კავშირი დაინახა, რომ მოდი ხო არ დავრეკო, ხო არ ვსინჯო. რა თქმა უნდა, კავშირში არის ეს ყველაფერი და კიდე კავშირში არის იმ მიმართულებით, რომ გიორგი ქოჩერაშვილი მუშაობს ესპანელ ფსიქოლოგთან. ჩვენც გვისაუბრია ამ მიმართულებით და ეგეც ძალიან დიდ გავლენას ახდენს, იმიტომ რომ ჩემთვის ავტორიტეტული ადამიანი, როცა ამბობს, რომ მე ფსიქოლოგიური ვარჯიში მჭირდება, ეს უკვე ჩემთვის ნიშანია, რომ არ ტეხავს და მივალ ამასთან. ლოგიკური დასასრულისკენ წავედით, ბოლო პერიოდში უკვე ფსიქოლოგიამ კარგად მოიკიდა საქართველოში ფეხი და რაღაც სათაკილო აღარ არის ფსიქოლოგის ჩართულობა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. სპორტთან მიმართებით როგორ არის და რა დამატებითი განვითარება სჭირდება უშუალოდ სპორტულ ფსიქოლოგიას? ისევ არის ეს ძველი სტერეოტიპები, მაინც არის კი ახლა.
თბილისში უფრო ნაკლებად, მაგრამ თბილისშიც არის როგორ არ არის. თუმცა თბილის გარეთ ეგ სიტუაცია, რა თქმა უნდა, რადიკალურად განსხვავებული არის, იმიტომ რომ არ აქვთ ამ ადამიანებს ინფორმაცია, ეს ფსიქოლოგიური მზაობა საერთოდ რას მოიცავს და რაში შეიძლება დამეხმაროს. თუმცა ისევ ვიმეორებ, რა ეს ადამიანები, რომლებიც წარმატებულები არიან, მათ უნდა თქვან, რომ მე ფსიქოლოგი მჭირდება. ეხლა ცოტა რაღაცა ხისტი რაღაც უნდა თქვა, რაზეც ვფიქრობდი და მინდოდა რომ რომელიღაც გადაცემაში მე თქვა თქვენთან ვიტყვი. ერთ-ერთ ჩანაწერს უყურებდი, სადაც კალათბურთის ვარსკვლავი, რომელიც ძალიან მიყვარს გოგა ბითაძე საუბრობს, რომ ფსიქოლოგს არ აღიარებს. მან ის ჰქონდა, ანუ შოკი მქონდა, რომ ანუ არ ველოდი მაგას და სულ რომ ეგრე იყოს, მაინც არ უნდა თქვა. იმიტომ არ უნდა თქვა, რომ იქ შეიძლება ვიღაცა პატარა მიყურებდეს, მართლა სჭირდებოდეს და მენტალური რაღაცა პრობლემა ქონდეს და არ მოვიდეს იმის გამო, რომ ჩემმა კერპმა ეგეთი რაღაც თქვა და ცოტა ფრთხილად უნდა იყვნენ და არსებობენ კიდე პლუს რამდენიმე ფსიქოლოგი, რომლებიც ეფექტურად ვერ მუშაობენ, პირდაპირ ვიტყვი, იმიტომ რომ ჩემთან მოდიან მე ეს ხალხი და მე რომ აი ამ მუშაობის შესახებ რო ვეკითხები, მივხვდები იმას, რომ შეიძლება ამ ადამიანს მე აღარ მოუნდეს შენთან მოსვლა. ანუ ეგ არის იმედგაცრუება და არა პროფესიონალიზმი ალბათ რა და ეგაა კიდე ერთ-ერთი გასაღები, რომ ვინც მუშაობს, აქ პატიოსნად უნდა იმუშაოს. თუ არ მუშაობ, მაშინ წადი ისწავლე, მერე მოდი და შემოგელოს ჩემი თავი, იმიტომ რომ პირიქით მჭირდება ეგეთი ადამიანები, იმიტომ რომ ძალიან ცოტანი ვართ. საინტერესო წერტილებში კი მოვარდი, მაგრამ უგმესი მადლობა, მართლაც საინტერესო იყო და მეც დაგეთანხმებით იმაში, რომ ყველაფერი ძალიან ინდივიდუალურია ზოგადად და ფსიქოლოგის ჩართულობის საჭიროებაც და რა თქმა უნდა თავად პროფესიონალი ადამიანის მიდგომები. უგმესი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. მადლობა თქვენ. მე იმეც ვიტოვებ, რომ ჩვენი მაყურებლისთვისაც საინტერესო იყო და რაღაცნაირად იმ იმედსაც დავიტოვებ, რომ უშუალოდ ნაკრებები და ეს გუნდები რაღაცნაირად ჩამოყალიბებულები. გარდაუვალი პროცესი არის, მაგის პირობას მე გაძლევ. ეგ არის გარდაუვალი პროცესი. მიიღებს ეს, იმიტომ რომ რაღაცნაირად საუბრიდანაც გამოიკვეთა, რომ ორ თვეში კონკრეტული პრობლემა ნამდვილად ვერ მოგვარდება და სტაბილური მუშაობა ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ნებისმიერ სფეროში. მადლობა კიდევ ერთხელ. თქვენ. დავიმშვიდობები მაყურებელსაც, წარმატებულ მშვიდობიან და პოზიტიურ დღესგისურვებს. დროებით.